ეს აშკარად მიზნად ისახავს ბელარუსის ჩათრევას. პირდაპირ კონფლიქტში ჩართვას და საბრძოლო მოქმედებების გეოგრაფიის გაფართოებას, რითაც კიდევ უფრო გაართულებს კონფლიქტის პოლიტიკური, გაიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარების შესაძლებლობებს. და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ყველა ის ზომა, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით, რათა უზრუნველყოთ ჩვენი მოკავშირის უსაფრთხოება. რუსეთი ოფიციალურად ხსნის ომის ახალ ფრონტს და აცხადებს ჰიბრიდულ მობილიზაციას. ბელარუსში დღეს მოულოდნელად დაიწყო ეგრეთ წოდებული მობილიზაციური წვრთნები უკრაინის საზღვართან. ხოლო სახელმწიფო დუმა ამზადებს კანონმდებლობას იმისათვის, რომ ბელარუსებმა იმსახურონ რუსეთის არმიაში. მათ თქვეს, რომ თუ სამოკავშირო სახელმწიფო სურდით, იქ სადაც პრივილეგიებია, თითქოს ვალდებულებებიც არსებობს. ეხლა ბელარუსებს მოუწევთ რუსეთის არმიაში მსახურება. თავად ლუკაშენკომ გააფრთხილა ხალხი, რომ უახლოეს მომავალში დიდი ხნით დატოვებს ქვეყანას. თითქოს სამუშაო ვიზიტით პუტინთან და არა მხოლოდ მასთან. ამ ყველაფერს გაქცევას გავს, რადგან უკვე ხვალ მინსკში გაიმართება ბელარუსსა და რუსეთის რეგიონების მე-13 ფორუმი, რომელსაც ლუკაშენკო არასდროს გამოტოვებდა. Wall Street Journal-ი წერს, რომ ვლადიმერ პუტინი ალექსანდრ ლუკაშენკოსგან მოითხოვს დაეხმაროს მას კონფლიქტის ესკალაციაში და ძველ ვალს ახსენებს. იმისთვის, რომ 2020 წელს პროტესტებისგან გადაარჩინა. ევროპის კავშირში წყაროებმა განაცხადეს, რომ გაფრთხილებებით ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართეს ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ ზელენსკიმ, მათ შორის საჯაროდაც. ხოლო მაისში მაკრონმა ლუკაშენკოს დაურეკა და საათნახევარი ესაუბრა ტელეფონით. აფრთხილებდა, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა ომში არ ჩართულიყო. მაგრამ მიუხედავად ამისა, მოსკოვის ზეწოლა მხოლოდ გაძლიერდა. ამ დროს პოლონეთში სასწრაფო გაფრთხილებით გამოვიდნენ. იმაზე, რომ მოსკოვი ამზადებს დადგმულ პროვოკაციას კალბი დროშის ქვეშ, რათა გაამართლოს შემდგომი ესკალაცია ბელარუსის გამოყენებით. მაგრამ დიდი ომისთვის ემზადება თავად პუტინიც და ამზადებს რუსებსაც. კრემლი ამზადებს ახალ პოლიგონებს 10,000-ობით ახალწვეულის მოსამზადებლად. უკვე ოქტომბერ-ბერში, ანუ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დუმის არჩევნები, უმის არჩევნები ჩატარდება, რა თქმა უნდა, პუტინი ამას მობილიზაციას არ დაარქმევს, მაგრამ თავად ახალი პოლიგონების აშენების ფაქტი ჯარისკაცების დაჩქარებული მომზადებისთვის უკვე ბევრ რამეზე მეტყოლებს. ამასობაში ორენბურგთან მორიგი თავდასხმის შემდეგ იჭვის საკვანძო გაზის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც რუსეთის ფედერაციის გაზის 60%-ს ამუშავებდა. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად გამივხილოთ ეს თემები. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი. მოდით დავიწყოთ მობილიზაციის განხილვით. მობილიზაციის თვით რუსეთში. რუსეთის ხელისუფლება განიხილავს ახალი მობილიზაციის შესაძლებლობას უკრაინაში მებრძოლი არმიის შესავსებად. სექტემბერში დაგეგმილი სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ. ამის შესახებ ითხოვინებიან ვერსტკა და ვაჟნია ისტორი სამხედრო კომისარიატებში არსებულ წყაროებზე, ასევე კრემლსა და ფსბ-სთან დაახლოებულ პირებზე დაბრუნებით. მათ განაცხადეს, რომ მასობრივი გაწევისთვის მზადება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ამასთან ოფიციალურად ეს ჯერ არ არის გამოცხადებული. მას არასოდეს დაარქმევენ პირდაპირ მობილიზაციას. ოქტომბრიდან რუსი სამხედროები მზად იქნებიან 10,000-ობით ადამიანის დაჩქარებული მომზადებისთვის პოლიგონებზე, რომლებიც ამჟამად დამატებით შენდება. საქმე იმაშია, რომ კონტრაქტული სამხედროების ნაკადი, რომლებსაც ფრონტზე მილიონიანი ბონუსებით იზიდავს თავდაცვის სამინისტრო, მცირდება. პირველ კვარტალში ეს მარჩვენებელი დღეში 800 ადამიანამდე დაეცა და დასავლეთის დაზვერვის შეფასებით ეს აღარ ფარავს წინა ხაზზე დანაკარგებს. მოსკოვში რეკრუტირების ტემპი თითქმის ორჯერ შემცირდა. აპრილში 1708 ადამიანი, მაისში კი 1378, რაც დაახლოებით 1000-ით ნაკლებია ვიდრე ერთი წლის წინ. და შემდეგ მოვიყვან ციტატას გამოცემა ვერსტკადან. ხალხი თითქოს აღარ დარჩა, ვიორსტკას უამბო ერთ-ერთმა ადრე მობილიზებულმა. მისი თქმით, მისი პოლკი მაქსიმუმ 40%-ით დაკომპლექტებული. ახალი მოსული მებრძოლები კი ბრძოლას ვერ ახერხებენ. ზოგს ციხიდან მიყავთ, ზოგს ქუჩიდან. უსახლკაროები პირდაპირ მნიშვნელობით. კრიმინალები, თალაც ისეთ ასაკში და ისეთი ავადმყოფობებით, რომ ძლივს დგანან ფეხზე წუხსის. ცეცხლზე ნაოცას ხამს ის ფაქტიც, რომ რუსი გენერლები თითქოს და გარანტიას აძლევენ ვლადიმირ პუტინს 4 უკრაინული რეგიონის სრულ კონტროლზე, თუ საკმარისი ცოცხალი ძალა იქნება. და პუტინი მზად არის მისცეს მათ ეს რესურსი და კიდევ 2-3 წელი იომოს.
მაგრამ მაინც პუტინი ბოლომდე ეცდება გადადოს ეს მობილიზაცია და სცადოს მაგალითად ბელარუსების ჩართვა ომში. და სულ უფრო მეტად ჩანს, რომ რუსეთი გეგმავს ახალი ფრონტის გახსნას სწორედ ბელარუსში. დღეს ბელარუსში გროდნოს ოლქის ტერიტორიაზე დაითხოვა ეგრეთ წოდებული მობილიზაციური წვრთნები. სამხედროები ამოწმებენ წვეომდელების მონაცემებს. და ბელარუსის თავდაცვის უცხების მონაცემებით აშმიანის რაიონის სამხედრო კომისარიატი იწვევდა სამხედრო ვალდებულებს პირადი მონაცემების დაზუსტებისთვის. შესაბამისობა მოწმდება წინასწარი შეკრების პუნქტში. ადრე იუწყებოდნენ, რომ სწავლების მიმდინარეობისას მოხდება სამხედრო კომისარიატების დაკომპლექტების საკითხის დამუშავება სამხედრო ვალდებულთა სამხედრო შეკრებაზე გამოძახების გზით, რასაც მოჰყვება მათი მონაწილეობა სწავლებაში. და ახლა გამოძახებული სამხედრო ვალდებულები გააუმჯობესებენ სამხედრო ცოდნას, დაეუფლებიან შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკას და ისწავლიან ხელმძღვანელებისგან მიღებული ამოცანების შესრულებას. და ამ ფონზე სულ უფრო მეტი ნიშანი ჩნდება იმისა, რომ ბელარუსი საბოლოოდ უახლოვდება მეორე ფრონტად გადაქცევას. Wall Street Journal დღეს წერს, რომ რუსეთის არმია საბოლოოდ ჩარჩა უკრაინაში და ვლადიმირ პუტინი ალექსანდრ ლუკაშენკოსგან მოითხოვს დაეხმაროს მას კონფლიქტის ესკალაციაში. მოსკოვმა დაიწყო ზეწოლა იმ იმედით, რომ კვლავ გამოიყენებს ბელარუსს ომის გასაფართოებლად. სამხედრო კამპანიები უკრაინის წინააღმდეგ ან ოპერაციის ჩასატარებლად ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ. ამის შესახებ შეიტყვეს ევროპაში და კიევში, ხოლო გაფრთხილებით ლუკაშენკოს მიმართეს ემანუელ მაკრონმა და ვლადიმირ ზელენსკიმ, მათ შორის საჯაროდაც. დაზვერვის მონაცემებით, ბოლო დროს რუსეთი განსაკუთრებით ითხოვს, რომ მას მიეცეს შესაძლებლობა გამოიყენოს ბელარუსის ტერიტორია უკრაინაზე დრონებით დარტყმებისთვის და ახალი ფრონტის გახსნისთვის, რომელიც უფრო ახლოს იქნება უკრაინის დასავლეთ რეგიონებთან, იმისთვის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთ ტერიტორიების დაცვისგან გადაეტანოს. გარდა ამისა, ბელარუსი შეიძლება ჩაერთოს ოპერაციებში მეზობელი ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, თუმცა ეს აუცილებლად არნიშნავს ღია საბრძოლო დაპირისპირებას. ეს შეიძლება იყოს თავდასხმები, რომლებიც მიმართულია ნატოს თავდაცვითი უნარის შემოწმებაზე ან უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებაზე. მაგალითად, როგორც შარშან ბელარუსის ტერიტორიიდან პოლონეთის მიმართულებით დაახლოებით 20 უპილოტო აპარატის გაშვება. და ეხლა ვლადიმირ პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, რისგანაც ბელარუსის ეკონომიკა ყოველთვის ძლიერ იყო დამოკიდებული. წყაროების თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები ძირითადად ალექსანდრე ლუკაშენკოსა და რუსეთის ელჩ ბელარუსში ბორის გრიზლოს შორის მიმდინარეობს, თუმცა არა მხოლოდ მათ შორის. მაგალითად, ერთი კვირის წინ მინსკში სასტრაფოდ ჩავიდა ლავროვი. ამას ცოტა მოგვიანებით განვიხილავთ. ცნობილია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მაისში დაურეკა ლუკაშენკოს და მასთან დაახლოებით საათნახევარი ისაუბრა. პარისავს ინფორმაცია, რომ ბელარუსი აპირებს გააქტიუროს მონაწილეობა ომში. ამის შესახებ მაკრონმა განაცხადა და ლუკაშენკო გააფრთხილა ამისგან. მაკრონის თანაშემწემ უკვე ოფიციალურად დაადასტურა ასეთი ზარის ფაქტი და აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ციტატა, ხაზგასმით აღნიშნა ის რისკები, რომლებსაც ბელარუსი შეეჯახება, თუ რუსეთს მისცემს საშუალებას ჩაითრიოს იგი რუსეთის აგრესიულ ომში. ზელენსკიმაც მაისში განაცხადა, რომ კიევმა მიიღო დეტალური ინფორმაცია ამ საკითხზე რუს და ბელარუს ოფიციალურ პირებს შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვი განიხილავს ბელარუსის გამოყენების შესაძლებლობას უკრაინის ან ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციებისთვის. გასუკვირა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ლუკაშენკოს ერთ კვირას აძლევს, რათა ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული რეტრანსლატორები დაშაოს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინა არ აპირებს ჩართვას. წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი გაანადგურებს დამპყრობლურ ძალებს. ზელენსკის უხეში განცხადება, რომელიც სუვერენულ სახელმწიფოში წესრიგის დამყარებას ითხოვს, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში თითქოს თვითონ დააწესებს იქ წესრიგს. აქ მცირე პაუზას ავეჟებ, რაც აქ გთხოვოთ, მხარი დაუჭიროთ ამ YouTube არხს თქვენი ლაიქით, გამოწევით და კომენტარით ამ ვიდეოს ქვეშ. ასევე გამოიწერეთ ჩემი Patreon-ი, იქ გოგს დახურული საზოგადოება Patch Insight-ი, სადაც მიიღებთ ექსკლუზიურ ანალიზს იმ თემებზე, რომლებიც აქ YouTube-ზე არ გამოდის. და იქ პასუხობ თქვენს პირად კითხვებზე, ასევე მართავთ ცალკე სტრიმებს კითხვებისა და პასუხების ფორმატში. თუ უბრალოდ გსურთ ერთჯერადად დაუჭიროთ მხარე ამ YouTube არხს, ამ ვიდეოს აღწერაში ასევე ნახავთ სხვადასხვა ვარიანტებსა და ფორმებს, თუ როგორ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. მადლობელი ვიქნები თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის.
გადადით აღწერაში, გამოიწერეთ და და დაუჭირეთ მხარი ამ არხის მუშაობას. ეხლა კი დაუბრუნდეთ იმას, თუ როგორ ითრევს რუსეთი ბელარუს ზონში. უფრო მეტიც, რუსეთი ამუშავებს იურიდიულ საფუძველს, რათა ბელარუსის მოქალაქეები თავის შეიარაღებულ ძალებში ჩართოს. რუსეთმა შეიძლება სცადოს. ბელარუსების თავის არმიაში გადაბირება შეიძლება სამოკავშირეო სახელმწიფოს სამართლებრივი კონსტრუქციის გამო. მისი შექმნის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, რუსებს და ბელარუსებს აქვთ ერთიანი მოქალაქეობის სტატუსი და თეორიულად თანაბარი უფლებები. ამიტომ კრემლი შეიძლება კიდევ უფრო შორს წავიდეს და განაცხადოს, რომ თანაბარი უფლებები ნიშნავს თანაბარ ვალდებულებებსაც. ან რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის სავალდებულო გახდება. და ბელარუსებისთვისაც ვითომ ეს ხომ ერთიანი სამოკავშირეო სახელმწიფოა. მან შესაძლოა მისი დაცვაც ერთად უნდა მოხდეს. და აი ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსები აფრთხილებენ, რომ რუსი ჩინოვნიკები შეიძლება დაჟინებით მოითხოვონ ბელარუსებმა ან რუსეთის არმიაში იმსახურონ, ან მოსკოვის კონტროლქვეშ ყოფი კავშირის სახელმწიფოს ფორმირებებში. ვითომ თუ გინდათ შეიძლება შეიქმნას ცალკე არმიის ანალოგი, ცალკე ესეთი ერთობლივი ბელარუსის არმია. და რუსეთისაც დავარქვათ ამას კავშირის სახელმწიფოს ფორმირება და აი ბელარუსებმა იქ იმსახურონ და საჭიროების შემთხვევაში რუსეთისთვის იბრძოლონ. ამასთან სამართლებრივი საფუძველი იქნება სწორედ კავშირის სახელმწიფოს ერთიანი კანონმდებლობა ყოველგვარი ცალკეული შეთანხმებების გარეშე მინსკთან. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ბელარუსი შეიძლება გადაიქცეს დე-ფაქტო ანექსირებულ ტერიტორიად, საიდანაც რუსეთი ომისთვის ადამიანურ რესურსს აიღებს. ამასთან ერთად ალექსანდრე ლუკაშენკომ დაანონსა თავისი ხანგრძლივი საგარეო მოგზაურობა და შეხვედრა რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან. ამის შესახებ მან საკმაოდ ნერვიულად განაცხადა ბელარუსის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ტურჩინთან შეხვედრაზე. ლუკაშენკოსა და ტურჩინის შეხვედრა მთლიანად გალდა უფლებამოსილების გადაცემის პროცედურას და აშკარა გახდა, რომ ლუკაშენკო მართლაც დიდხანს არ იქნება ბელარუსში. ბელარუსმა დიქტატორმა პრემიერ-მინისტრს დაავალა, რომ მომავალი მე-13 ფორუმისთვის მზადება დაიწყოს. რუსეთისა და ბელარუსის რეგიონების ფორუმი, რომელიც მინსკში ტარდება, უკვე ხვალ იწყება სხვათა შორის და რადგან თვითონ ის გრძელვადიან მივლინებაში მიდის საზღვარგარეთ და აი აქ პაზლი აეწყო. გუშინ 23 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი დაიცავს ბელარუსს, როგორც კავშირის სახელმწიფოს. თუმცა ერთი დღით ადრე კრემლში პესკოვმა განაცხადა, რომ დიახ, ბელარუსს თავადაც შეუძლია საკუთარი თავის დაცვა. ხოლო ერთი კვირით ადრე სერგეი ლავროვი პირადად ჩავიდა მინსკში, სადაც გამართა მოლაპარაკებები ალექსანდრ ლუკაშენკოსთან, რის შემდეგაც ბელარუსის დიქტატორმა განაცხადა, რომ იძულებულია სასწრაფოდ დატოვოს ბელარუსი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ფორმალური მიზეზი პუტინთან შეხვედრაა, თუმცა თავად ლუკაშენკო ხაზს უსვამდა, რომ რუს კოლეგასთან თითქმის ყოველდღიურ რეჟიმშია კონტაქტში. ამიტომ თითქოს არანაირი სისწრაფე პუტინთან შეხვედრაზე განგზავრებაში არ არის, მაგრამ მაინც ლუკაშენკო ამბობს, რომ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდისთვის დატოვებს ბელარუსს. და უკვე პოლონეთში განაცხადეს, რომ მოსკოვი ამზადებს ინსცენირებულ პროვოკაციას ცრუ დროშის ოპერაციის სახით, რათა გაამართლოს შემდგომი ესკალაცია. რუსეთის ხელმძღვანელობის მორიგ მუქარებზე ვარშავაში მკრისიერად გამოეხმაურნენ კრემლის ქმედებები შეადარეს მესამე რაიხის მზადებას პოლონეთზე თავდასხმისთვის 1939 წელს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ კრემლის ბოლო ბრალდებები წარმოადგენს საინფორმაციო საფუძველს რუსეთის სპეცსამსახურების ოპერაციისთვის საკუთარ ტერიტორიაზე, რომ მიიღონ საბაბი ახალი დათმობისთვის. შემდეგ ციტატა სიკორსკისგან. ეს ჟღერს როგორც პროვოკაციის ანონსი. მე ველოდები თავდასხმას რუსეთის ტერიტორიაზე ცრუ დროშის ოპერაციის ფარგლებში, რაზეც პუტინი იჯულებული იქნება უპასუხოს. გავხსენებთ, რომ 1939 წლის აგვისტოში აბერმა გააკალბა თითქოს პოლონეთის თავდასხმა გლაივიცეს რადიოსადგურზე, რათა ომის დაწყებისთვის საბაბი მიეცა საკუთარ თავს. რაზეა საუბარი? ევროპელი დიპლომატებისთვის შეშფოთების მიზეზი გახდა ვლადიმირ პუტინის გამოსვლა სამხედრო უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებთან, რომელიც გუშინ კრემლში გაიმართა. და იქ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მიაყენებს საპასუხო დარტყმებს ევროპის ქვეყნებზე, თუ მათი ტერიტორიიდან დაფიქსირდება უპილოტო აპარატების გაშვება რუსეთის ობიექტების მიმართულებით.
კრემლის ხელმძღვანელი ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის ლიდერები თითქოს ცდილობენ უარყონ დართმევთან კავშირი, ყველაფერს ტექნიკურ გაუმართავობას ან უკრაინულ რადიოელექტრონულ ბრძოლას აბრალებენ. დრონების თავდასხმები რუსეთში მან საზოგადოებაში დესტაბილიზაციის მცდელობად მოიხსენია. ჩვენ ხედავთ, რომ თუ ადრე ნატოს ქვეყნები მხოლოდ კიევის რეჟიმის მხარდაჭერით შემოიფარგლებოდნენ, რომელიც ხელისუფლებაში უკანონო შეიარაღებული გზით სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდა, ახლა უკვე ღიად მოქმედებენ. დასავლეთში ამბობენ, რომ ისინი ემზადებიან ჩვენთან ომისთვის. ზრდიან სამხედრო შეტევით ბიუჯეტებს. ამასთან მსგავსი ხარჯებისა და საკუთარი ქვეყნების რადიკალური მილიტარიზაციის გასამართლებლად ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების ხელმძღვანელები, როგორც ადრე, იყენებენ ცრუ განცხადებებს, თითქოს და რუსეთის სამხედრო საფრთხის შესახებ. ასე წოდებული დემოკრატიული დასავლეთის მოქმედების სქემა ძალიან მარტივია. თავდაპირველად ისინი ქმნიან საფრთხეებს ჩვენი ქვეყნისთვის, გვაიძულებენ მივიღოთ თვითდაცვისა და თავდაცვისთვის აუცილებელი ზომები, ხოლო შემდეგ მაშინვე გვადანაშაულებენ ყველა შესაძლო ცოდვაში. იმის გასამართლებლად, რომ გააგრძელონ თავიანთი აგრესიული პოლიტიკა და აგრესიული ქმედებები რუსეთის მიმართ. ეს ყველაფერი ჩვენთვისაც კარგად არის ცნობილი, კარგად გვესმის. მაშინაც კი, როცა 1941 წლის 22 ივნისს საბჭოთა კავშირზე ვერაგული თავდასხმა მოხდა, სწორედ მოულოდნელი თავდასხმა დასავლეთი, ჰიტლერის გერმანია ცდილობდნენ საბჭოთა კავშირი და სტალინი დაედანაშაულებინათ აგრესიაში იმ კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ, როგორც დღეს ვამბობთ. საოცარია, მაგრამ ეს საკითხი დღემდე განიხილება კვაზიმეცნიერულ წრეებში. გაუსვამ ხაზს, რომ რუსეთი მუდმივად გამოდის ყველასთვის თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოების მხარდასაჭერად. დარწმუნებულები ვართ, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ჩამოყალიბდება მრავალპოლარული საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა და საიმედოდ იქნება უზრუნველყოფილი თითოეული სახელმწიფოს სამხედრო უსაფრთხოება. ამასთანავე ჩვენ მზად ვართ ოპერატიულად და ადეკვატურად უპასუხოთ ნებისმიერ გარე და შიდა საფრთხეს. და ამ განცხადებას ვლადიმერ პუტინის მხრიდან წინ უძღოდა მაისის საყოდურები რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მხრიდან, რომელმაც უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა უპილოტო აპარატების გაშვების მომზადებაში პირდაპირ ლატვიის 5 სამხედრო ბაზიდან. და დაამატა, რომ ნატოში წევრობა რიგას არ დაიცავს. და ბოლოს ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ ევროპა ემზადება დიდი ომისთვის და თითქოს ევროპა ქმნის რაღაც საფრთხეებს. თავად რუსეთისთვის, რუსეთის ტერიტორიაზე, რაზეც რუსეთი იძულებული იქნება უპასუხოს. დიდი ანალიტიკური გამოშვება იმაზე, თუ რისთვის და როგორ ემზადება ევროპა, გამოვიდა სწორედ დღეს დილით ამ YouTube არხზე. ამიტომ აუცილებლად გადადით და ნახეთ. ის საკმაოდ ვრცელია და მისგან ნათელი და გასაგები გახდება, რა ხდება რეალურად. და ბოლოს დავამატებ კიდევ ერთ ახალ ამბავს, რომელსაც უბრალოდ ვერაული გვერდს. უკრაინულმა უპილოტოებმა 24 ივნისის ღამეს დაარტყეს ორენბურგის გაზის გადამამუშავებელი ქარხანა და რუსეთის ერთადერთი ჰელიუმის ქარხანა. უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მისია ხორციელდებოდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მოქმედი მიწისქვეშა აჯანყების მოძრაობა შავ ნაპერწკალთან ერთად. ქარხნები საბრძოლო შეჯახების ხაზიდან 1200 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს. ორენბურგის გაზის გადამამუშავებელი ქარხანა და ორენბურგის ჰელიუმის ქარხანა ერთ დიდ კომპლექსს ქმნიან. გაზის გადამამუშავებელი ქარხანა გამოყოფს გაწმენდილ ბუნებრივ გაზს და გოგირდს, რომელიც მათ შორის გამოიყენება ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და შავი დენთის წარმოებისთვის. ხოლო ორენბურგის ჰელიუმის ქარხანა იღებს გაწმენდილ გოგირდ გამოცდილ გაზს და ღრმა გაგვილების მეთოდით გამოაქვს მისგან ყველაზე ძვირფასი კომპონენტები. სულ 2. ეს არის ჰელიუმი, ანუ ინერტული გაზი, რომელიც გამოიყენება თხევადსაწვავიან ძრავებში, რაკეტებსა და მიზნების სისტემებში. და ეთანი, რომელიც არის საკვანძო კომპონენტი ნედლეულისთვის, სპეციალური პლასტმასების სინთეზში, რომლებიც ასევე გამოიყენება შეიარაღების წარმოებაში. ასე რომ, ორენბურგის გაზის გადამამუშავებელი ქარხანა არის ერთ-ერთი უმსხვილესი გაზოქიმიური კომპლექსი მსოფლიოში, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 1974 წელს. და მაშინ სამწუხაროდ დასავლეთმა დაეხმარა გაველურებულ რუსებს ასეთი გიგანტის შექმნაში. ეს დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ სწორედ დასავლეთმა ფაქტობრივად ააშენა ეს ქარხანა და ყველა ტექნოლოგია რუსებს გადასცა.
ამ ობიექტის სიმძლავრეა 45 მილიარდი კუბური მეტრი გაზი წელიწადში. ამ ქარხანაზე მოდის გაზპრომის მიერ რუსეთში გადამუშავებული გაზის 60% მთლიანობაში. საკმაოდ მსუხე სამიზნე. და აი ისიც დღეს დაზიანდა და რა ძალიან მნიშვნელოვანია, იმავე პარტიზანების მონაწილეობით, რომლებიც რუსეთში მაინც არსებობენ და საკუთარ ომს აწარმოებენ ვლადიმირ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, ხოლო პუტინს აღარაფერი დარჩა, გარდა იმისა, რომ ესკალაციაზე წავიდეს. და ამ ომის ესკალაცია მას მხოლოდ ომის გაფართოებით შეუძლია ახალი ფრონტის შექმნის გზით. და უკვე აშკარად ჩანს, რომ პუტინი კვლავ ცდილობს ბელარუსი ჩართოს ამ ომში. და გამოიყენოს არა მხოლოდ ბელარუსის ტერიტორია, არამედ როგორც უკვე გასაგებია, თავად ბელარუსებიც, ბელარუსის მოქალაქეები, რომლებიც ახლა იძულებულნი იქნებიან რუსეთისთვის იბრძოლონ, რადგანაც დათანხმდნენ სამოუკავშირეო სახელმწიფოს შექმნას. აქ მრავალწეტილს დავსვამ თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები, დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. თვალ გადახევეთ ამ ვიდეოს აღწერას, იქ ნახავთ მულებს თუ როგორ შეგიძლიათ ერთჯერადად დაუჭიროთ მხარი ამ YouTube არხის მუშაობას. ასევე მოგიწოდებთ გამოიწეროთ ჩემი Patreon. ეს არის დახურული საზოგადოება Pitch Insights, სადაც თქვენთან ერთად ვიხილავთ იმ თემებს, რომლებიც აქ YouTube-ზე არ განიხილება. იქვე პასუხობ თქვენს პირად კითხვებზე. და იქვე ჩავატარებთ დახურულ სტრიმებს კითხვა-პასუხის ფორმატში. გადადით, გამოიწერეთ და დაუჭირეთ მხარი ამ YouTube არხს. დაალაიქეთ ეს გამოშვება და აუცილებლად დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.